საქართველოდან საზღვარგარეთ მოგზაურობა გაძვირდა გამყვანი ტურიზმის ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ამბობს, რომ ტურისტული პაკეტების ფასების ზრდასთან ერთად შემცირებულია მოგზაურების რაოდენობაც. კომპანიების მეორე ნაწილი კი პირიქით ჯავშნების ზრდაზე საუბრობს, თუმცა ყველა თან ხვდება, რომ მოგზაურობა ფინანსურად ისეთი ხელმისაწვდომი აღარ არის, როგორიც წინა წლებში იყო. როგორ აფასებს ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშე GoTour ამ რეალობას, მისი დამფუძნებლისგან ნინო ციკლაურისგან მოვისმენთ, ისევე როგორც იმ მოლოდინების შესახებ, რომელიც ტურისტულად ყველაზე აქტიურ ზაფხულის სეზონს უკავშირდება. ნინო უკვე ჩვენთან ერთად არის და მასთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან ერთად და პრინციპში ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ჩვეულებებს გეგმავენ ადამიანები, როდესაც ასე ვთქვათ, ტურების, მათ შორის წინასწარი ჯავშნების ნაკადებით წესით ტურისტული კომპანიისთვის უნდა იყოს საკმაოდ მზარ დინამიკაში. ამ შემთხვევაში მოდი დავიწყოთ აი ამ რეალობის გათვალისწინებით. დღეს რამდენად არის უკვე დაწყებული აქტიურად აგვისტოსთვის თუ ზოგადად ზაფხულის პერიოდისთვის სამოგზაურო მიმართულებების არჩევანი და შემდეგ უკვე გადავიდეთ ფასებზე. თქვენც თუ გადიხართ იმ კომპანიების კატეგორიაში, რომლებიც ამბობენ, რომ წელს ძალიან გაძვირდა მოგზაურობა. მოგესალმებით და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ ვარ თქვენი გადაცემის სტუმარი. კი, რა თქმა უნდა, მეც ამ ბაზრის მოთამაშე სხვანაირად ვერ ვიქნები, იმიტომ რომ რეალურად ეს ფაქტია, მოგზაურობა გაძვირებულია. სამწუხარო ის არის, რომ ადამიანების ხელფასი არ იზრდება პროპორციულად, თქვათ, რაღაც პროდუქტების თუ პროდუქციის გაძვირებას. ამას მარტო ტურისტულ პროდუქტებზეც ვერ ვიტყვით, ხო, აი ყველაფერზე გაზრდილია ფასები, მათ შორის ტურისტულ პროდუქტებზეც. მაგრამ ჩვენი კომპანიის შემთხვევაში არ არის შემცირებული მოთხოვნა, იმიტომ რომ ჩვენ მაინც საშუალო და მაღალი კლასის ნიშა გვაქვს დაჭერილი და რაღაცნაირად ეს ადამიანები ჯერ კიდე ახერხებენ მოგზაურობას, თუმცა ზოგადად, ხე ჩვენ ხომ საუბრობთ ერთმანეთში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, ბევრი ადამიანი ვეღარ ფიზიკურად ვეღარ სადღაც 30%-ით ალბათ მომატებულია ფასები, მაგრამ აი აქედან ვისარგებლებ თქვენი ეთერით და რჩევას მივცემ მომხმარებელს, რომ აი ეს წინასწარი ჯავშნები თქვენს ახსენეთ, ხო? დავიწყეთ რეალურად თებერვლიდან. თებერვალში შეეძლოთ ადამიანებს დაეგეგმათ თავიანთი მოგზაურობა, ეს იყოს ზღვისპირეთი თუ არაზღვისპირეთი, ვთქვათ, ივლისი, აგვისტო, როცა ყველაზე აქტიური სეზონია, ასე ვთქვათ, ხო? და აი იმ პერიოდში მართლა წინასწარი ჯავშნები, რასაც ქვია და იწყება წლის დასაწყისში, გაცილებით კარგ ფასში გამოდის მოგზაურობის დაგეგმვა, თან ადამიანებს არ უწევთ პირდაპირ სრული თანხის გადახდა, იხდიან ნაწილს და რაღაც განვადებასავითაც გამოდის და მინდა რომ რაღაცნაირად ყველამ გაიგოს ეს ამბავი, რომ ნუ ეშინიათ წინასწარ გაკეთება ჯავშნებს. ეხლა რომ მოგუმართავენ ჩვენ და მეუბნებიან რომ წინასწარ დავჯავშნოთ აგვისტო. ეს უკვე აღარ არის წინასწარ დაჯავშნო. ფასსაც ასე ვთქვათ, ვერანაირად ვერ გამოდიხარ ასე. ვეღარ ვახერხებთ იმ ფასის შეთავაზებას, რაც შეგვეძლო რამოდენიმე თვის წინ შეგვეთავაზებინა. აი წინასწარი ჯავშნების თვალსაზრისით დაახლოებით რა პროცენტული მაჩვენებელი მოდის მათზე, ვინც უკვე ვთქვათ თებერვლიდან, იანვრიდან დაიჭირა თადარიგი ზაფხულის სეზონისთვის და ამ შემთხვევაში დაახლოებით ფასიც რამდენად უფრო ნაკლები გამოდის დღევანდელთან შედარებით. მინიმუმ 30% არის ნაკლები ფასი, ვიდრე უკვე ეს სეზონზე მოახლოებულ ჯავშნებზე დღეს არსებული ფასებია. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ნახევარიც არ არის ჯერ ეს საშუალო სტატისტიკით, ვინც წინასწარ ჯავშნის, იმიტომ რომ მაინც გინდა რაღაც საქმიანი ადამიანები არიან, რაღაც ბიზნესი, რაღაც სამსახური, მთლად ესე არ უწევთ. კი, რთულია, რაღაც ნახევარი წლით ადრე დასახო გეგმა. კერძო სტრუქტურებში, ვთქვათ, აი მენეჯერული კადრები, რომლებიც არ ყვევენ, აი კომპანიებმაც დაიწყეს სხვათა შორის, აი რაღაც ნახევარი წლით ადრე განაწილება შვებულებების. აი ესეთ ორგანიზაციებში, სადაც ეს შესაძლებელია, აი მათი თანამშრომლები ახერხებენ, იმიტომ რომ პირობითად იანვარში ანაწილებენ ზაფხულის შვებულებებს და უკვე თამამად ჯავშნიან. მაგრამ აი საკუთარი ბიზნესი ვისაც აქვს და რაღაც ძალიან ბევრი ფაქტორი იკვეთება ხოლმე, ის ადამიანები, ისეთი კატეგორია შეიძლება დღეს დაჯავშნოს და ხვალ გაფრინდეს.
კი ბატონო, მოდი ვისაუბროთ მოთხოვნად მიმართულებებზეც. წლების განმავლობაში ორი ბაზარი პოზიციონირებდა ხოლმე, თურქეთი თავისთავად და იყო წამყვან პოზიციაზე და საბერძნეთიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, იმყარებდა ამ პოზიციას. წელს რომელი ბაზრები დარჩა ეს ორი ბაზარი თუ დაემატა კიდევ ახლები და წინასწარი ჯავშნების თუ ზოგადი სურათის გათვალისწინებითაც ძირითადად რა მიმართულებებია და აქაც ფასების რამდენად დიდი მასშტაბით დაკორექტირებასთან გვაქვს საქმე. თურქეთი და საბერძნეთი ინარჩუნებს ზაფხულის სეზონზე ლიდერობას, ასე ვთქვათ. საბერძნეთი სხვათა შორის თურქეთზე ისე აიწია ფასები, რომ გაუთანაბრდა თითქმის საბერძნეთს და ამიტომ მოთხოვნა საბერძნეთზე უფრო გაზრდილია. ადამიანები, რომლებიც თურქეთში რამოდენიმე წელი დადიან, თქვა და ამხელა ფასი ხვდებათ, ბარემ წავალ საბერძნეთში თემა ძალიან ხშირად და ამიტომ საბერძნეთს საკმაოდ დიდი მოთხოვნა წამოვიდა იმის მიუხედავად, რომ სამწუხაროდ ჩვენ და წინა წლებში პანდემიამდე იყო პირდაპირი ფრენები, აქეთ ჰალკიდიკზე, აქეთ კრეტაზე, ეხა აღარ, ჰალკიდიკზე არის კიდევ სალონიკში ჩაფრენები, მაგრამ კრეტაზე აღარ არის პირდაპირი ფრენა, მაგრამ ამის მიუხედავად, რომ ვთქვათ, გადაჯდომით უწევთ ადამიანებს მოგზაურობა და ისეთი კომფორტი აღარ არის, როგორც ადრე გქონდა. საბერძნეთი და თურქეთი მოკლედ ლიდერობენ. თურქეთი ყველა საუბრობს იმაზე, პრინციპში ბოლო წლებია თვალს ვადევნებთ ინფლაციის აღმავლო დინამიკას ამ ბაზარზე. თავისი პრობლემები აქვთ და შესაბამისად გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ნებისმიერ პროდუქტის, მათ შორის ტურისტული პროდუქტის ფასზეც ისახება. ამ შემთხვევაში აი ერთწლიან პერიოდში რამდენად გაძვირებასთან გვაქვს საქმე და ეს რას ეხება ეს ძირითადად არ ვიცი დედაქალაქს და თქვათ იგივე სტამბულის ტურიც მოთხოვნადი იყო ხოლმე წლების განმავლობაში თუ მათ შორის უკვე აი კურორტებზეც შეინიშნება სწრაფი ზრდა ფასის. კი, უფრო კურორტებზე ვიტყოდი, აი ამ პაკეტურ ტურებზე სადღაც 25-30%-იანი ზრდა. სტამბული კვლავ რჩება, ესეთ ერთ-ერთ ძირითად საყვარელ მიმართულებად, მარტო ქართველებში არ არის მსოფლიოს პირველი ის არის, ხო, ტურისტების რაოდენობით ხოლმე. ხო, პრინციპში დედაქალაქი ანკარა უფრო არ არის ტურისტული, ხო? არა, ანკარა არა. ანკარა ჩათვალეთ არაფერი, სტამბულია ძირითადად, ხო, ესე ტურისტულად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი და სტამბულში შეიძლება კიდევ ასე ვთქვათ დალაგებული ფასებით აწყობა ტურის, როცა ვთქვათ წინასწარ ვაკეთებთ ამ შემთხვევაში ჯავშანს. აი ხლა მაგალითად ოქტომბერზე ისეთი კაი ფასები ქონდა ავიაკომპანიას გამოშვებული, რომ ძალიან დაბალ ფასში შეიძლება სტამბულის ტურებს აწყობა. ეხლა რო ავაწყოთ, ვთქვათ ოქტომბერ-ნოემბრის ტურები და აი ამიტომ თუმცა აგვისტოს ტურების ბიუჯეტურად აწყობის შანსი უკვე დაკარგულია. ეგ დაკარგულია. ევროპაზეც მინდა რომ ვისაუბროთ და ზოგადად რა წილი მოდის თქვათ იგივე თურქეთზე, საბერძნეთზე და მათ შორის ევროპაშიც მოგზაურობის დინამიკა, ქართველი მოგზაურობის რა მაჩვენებელზეა დღეს? ქართველი მოგზაურები სხვათა შორის ძალიან რაღაცნაირად გაიზარდნენ და სხვა ეტაპზე გადავიდნენ, შეიძლება ითქვას. რას გულისხმობთ, საინტერესოა. ხო, მეც აი ამ დაკვირვებებში რო ვარ ისე მიხარია. 12 წელია პრინციპში ბაზარზე ხართ და ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ თქვენი დაკვირვებებიდან გამომდინარე, როგორ ადაპტირდ შეიცვალა ეს ბაზარი, საინტერესოა. ხა დავიწყებ და თქვა მე შეიძლება გავაგრძელოთ კიდე. ადრე თუ რაღაც აი ესე იყო რაღაცა კონკრეტული მიმართულებები, ეხლა უნდათ ახალი ბაზრები. აი თითქოს სიახლეებისადმი უფრო ადრე თითქოს ეშინოდათ სიახლეები და აპრობირებული რაც ჰქონდათ. იცით როგორი მომენტები იყო, აი ერთი და იგივე სასტუმროშიც კი შეიძლება ერთი და იგივეში წასულიყვნენ პირობითად ანტალიის რეგიონში და არ ეცადათ სხვა სასტუმრო, იმიტომ რომ იქ უკვე კომფორტულად გრძნობდნენ თავს და ეხლა თითქოს დაიწყეს აი ამ რაღაც ახალი თავგადასავლების მიმართ უფრო მეტი ღიაობა აქვთ და კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო რომ ძალიან მომატებული არის ესეთი ასაკოვანი ადამიანების მომართვები და მე ვარ ამ კუთხით ძალიან ბედნიერი რომ ჩვენთანაც რაღაც თითქოს აი ბაბუები, ბებიების თემა ესე 70 პლუსით ძალიან ესეთი ყოჩაღად, აქტიურად და ადრე საერთოდ არ იყო მომართვა აი ძალიან იშვიათად. რამდენად გაზრდილია წილი? აი ხო გეუბნებით ადრე თუ ვთქვათ 0.2% შეიძლება ყოფილიყო, ეხლა არ ვიცი ჩემ გოუტურის შემთხვევაში ხომ მე სამწუხაროდ მთელ ბაზრის ის არ ვიცი მოცემულობა, მაგრამ ჩვენ კომპანიის შემთხვევაში 1-5%-ამდე ალბათ არის ასული. და თანაც როგორ ის სტაბილურად რომ დადიან, ისე კი არა რომ ერთხელ წავიდნენ და დაამთავრეს, არა წელიწადში ერთხელ მაინც ესე
საყვარლად ბედნიერად დადიან და ევროპას რაც შეეხება არ გადავუხვევ ძალიან თემას გაზრდილი არის ევროპის საზღვაო კურორტებზე ზაფხულ ამ ეს ერთად ესპანეთი იტალიის მიმართულებას გულისხმობს? ესპანეთი, იტალია, ხორვატია არის საკმაოდ მოთხოვნადი, მალტა არის საკმაოდ პოპულარული, სიცილიაზე წამოვიდა, სიცილიის მხარეზე ამ ბოლო დროს ძალიან დიდი მოთხოვნა და ძალიან გვახარებს ეგ ყველაფერი, რომ რაღაცა დაიწყეს ახალი ბაზრების ესე აქტიურად ათვისება ქართულმა მომხმარებელმა. თუმცა ეხლა თქვენ რა ბაზრებიც ჩამოთვალეთ, ძირითად შემთხვევაში პორტუგალია. ხო, პორტუგალიაც მათ შორის, ასევე ახსენეთ სიცილია, მალტა, ამ ბაზრებზე არ გვაქვს პირდაპირი ფრენები. აი ზოგადად ავიაციის და ტურიზმის კორელაციაზეც მინდა რომ ვისაუბრო აუცილებლად. თუ ვთქვათ რაღაც, ესპანეთის, იტალიის ქალაქებთან მიმართებად გვაქვს იგივე ქუთაისიდან და ესეც ქუთაისიდან პირდაპირ რეისები, ზოგადად ასე ვთქვათ, რამდენად ართულებს მოგზაურობას, რამდენად დიდი დისკომფორტია და რამდენად არის დღეს საჭირო, თუნდაც მეტი პირდაპირ რეისის თავის განრიგებსაც თავისი მნიშვნელობა აქვს, ხო, ეგრეთ წოდებულ სლოტებს, რასაც ვეძახით და აი ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ერთობლიობა, ამ ყველაფრის გაუმჯობესება რა ბუსტს მისცემდა ტურიზმს, როცა მოთხოვნადია ეს მიმართულებები. მე რაღაცნაირად სულ მაქვს მოლოდინი წლიდან წლამდე, რომ რაღაც უნდა გაუმჯობესეს, იმიტომ რომ ხო ვამბობ, მართლა არის უკვე ჩვენი ბაზარი მზად, აი ამ რაღაც ახალი მიმართულებების ასათვისებლად. მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა. ფაქტიურად ეხლა ეს თურქეთზეც რატო ვართ, თქვათ ესე ჩამოკიდებულები, ხო, იმიტომ რომ ყველაზე კომფორტული პაკეტები გამოდის, მან და აი ამ პირდაპირი რეისების გამო. აღარ გვაქვს ბოდრუმში, ან ადრე ნახეთ როგორ იყო წლების წინ თუნდაც, ხო? პირდაპირი ფრენები იყო. იგივე საბერძნეთში, იგივე თურქეთის სხვა კურორტებზე, ბოდრუმი, მარმარისი, კუშადას და ასე შემდეგ. იყო მალტაზე იდგა, სეზონურად მაინც ყენდებოდა. იყო ხორვატიაში, დუბროვნიკში იდგა პირდაპირი ფრენა. იყო აი რაღაცები. თუმცა ეს ყველაფერი პანდემიამდე დელ რეალობაში დარჩა. აი ამ პანდემიის მერე ისეთი ცუდი სიტუაცია ამ კუთხით თითქოს უარესდება უკვე ყველაფერი. აი ახლა მაგალითად ივნისის შარმელ-შეიხის ფრენებიც კი გაუქმდა, შეჩერებულია დროებით, იმედია მალე აღდგება. აი ამ რაღაც ავიაკომპანიის რაღაცა არაკეთილსინდისიერების გამო ვთქვა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ როგორღაც თბილისიდან ქუთაისიდანაც რა ძალიან კაია რომ ქუთაისიდან არსებობს რაღაც პირდაპირი მიმართულებები, მაგრამ იმხელა ფასი აქვს ამ ქუთაისაც უკვე რომ ვიზი არის აღარ ითვლება უკვე ბიუჯეტურად რომ გადავხედოთ ფასებს და რეალურად არის ამ კუთხით ძალიან გაუარესებული მდგომარეობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახლა ლონდონმა ხო დაიწყო ფრენა. ხო, EasyJet-ი შემოვიდა ტრანსავიამ საფრანგეთიც დაამატა. და კარგი ძვრები არის და იმედი მაქვს, რომ დაემატება ეს ავიაკომპანიები მაინც დაამატებენ სხვა ქალაქებს, იქ ჟენევა დადგა. აი ძალიან მნიშვნელოვანია ესენი და იმედი მაქვს, რომ რაღაცა მოემართება. თუმცა მაინც ისეთ მიმართულებებზე რჩება ლონდონს და შვეიცარიას, არ ვიცი ახლა თქვენ შემთხვევაში როგორ არის, მაგრამ ზოგად ბაზარზე არ მგონი ემხელა წილი ეკაოს გამყვან ტურიზმში, რამდენიც თუნდაც ის პოპულარულ მიმართულებებზე და მაგას ვიმედოვნებ, რომ იმედია თუნდაც აი ეს კომპანიები, რომლებიც შემოვიდნენ, ესენი მაინც დაამატებენ აი ამ უფრო პოპულარულ მიმართულებებს და იმედი მაქვს, რომ ახალი ავიაკომპანიებიც შემოვლენ. კი ბატონო, 12 წელია უკვე ბაზარზე ხართ, როგორც აღნიშნეთ და ზოგადად რა ჩვენა ამ 12 წელმა, როგორ პოზიციონირებს დღეს GoTour ბაზარზე და რა არის ის ნიშა ხელწერა, რასაც თქვენს თავაზობთ მომხმარებლებს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტურების თვალსაზრისით და აქვე გკითხავთ კიდევ ერთ კითხვას, ძალიან გაჯერდა ბაზარი, კონკურენცია მიმატა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალი ტურისტული იხსნება და ზოგადად ეს რა მოცემულობას ქმნის ეს და რამდენად ართულებს თუნდაც კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებას. ჩვენ GoTour-ი უკვე ისეთ ეტაპზე ვართ გადასული და ისე ვართ ბაზარზე მყარად უკვე წარმოდგენილი, ისეთი სახელი გვაქვს, რომ კონკურენციას რაღაცნაირად გავუძლებთ ყველა დროს, უკვე ვიცი, მაგრამ ეგ რეალურად ძალიან დიდი პრობლემაა. აი ამ ასლარად ნებისმიერს რო შეუძლია ქართველს თუ უცხოელს ტურისტული კომპანია გააკეთოს, ოფისი არ ქონდეს, არანაირ პირობებს არ ეკმაყოფილებდეს. აი ახლა ცოტა ხნის წინ ატეხილი იყო ამბები არაკეთილსინდისიერ
კომპანიებზე და რატომ უნდა ვისრვებოდეთ ამ ბაზარზე მოღვაწე ნამდვილად აი გადაყოლილები მგზავრებზე და მათ უფლებებზე და ასე შემდეგ ეს კომპანიები რატომ უნდა ვიხარშებოდეთ ასე ვთქვათ ერთ ქვაბში ლიცენზირებაც არ ხდება არაჯანსაღ კონკურენციაზე იმიტომ რომ ბევრისგან მსმენია ნამდვილად ეგ არის ჩვენთან კონკურენცია იმ კატეგორია კომპანიებში რომლებიც მართლა კომპანიებს ვეძახი იქ არის საკმაოდ კარგი კონკურენცია ურთიერთობებით ჩვენ შორის ერთმანეთში დახმარებაც, გვერდში დგომაც, მაგრამ აი ეს რაღაც გაურკვეველი სუბიექტები რაც არსებობენ და ვინ იხსნება, ვინ იკეტება, რომ ვერ ვასწრებთ გააზრებას, არსად არ ჩანან თან არანაირ ღონისძიებებზე, არანაირ დაჯილდოებებზე, არანაირ პირობითად საქმის უამრავი პრობლემა რაზეც ხდებით უმჯელობთ. ესენი საერთოდ ვინ არიან არ ვიცით და რეალურად აფუჭებენ აი ამ ბაზარს, რომელსაც GoTour და ჩემი კოლეგა წარმატებული და სანდო კომპანიები მე რაღაცა ვიწვევით ერთ იმაში რომ ტურისტულებს არენდოთ და რაღაცა გაგონილი გექნებათ ხო ესეთი რაღაც გამოძახილები და რატო როცა ჩვენი ტურისტებისთვის დღე და ღამე ვშრომობთ, მუშაობთ და აღარ ვიცით როგორ გავალამაზოთ რა შევმატოთ ამ ჩვენ ტურებს რომ მგზავრები იყვნენ ბედნიერები ჩვენ ნიშას რაც შეეხება და ხელწერას ამ ბოლო დროს ვიცახდი სხვადასხვა თქვა ლურამ ხეიძემ ესეთი შეფასება ჩვენ კომპანიაზე და დიდ მადლობას მოვუხდი აქედან ფსიქოლოგი რომ არის ბატონი ლურაბი რომ ეს GoTour-ის ხელწერაო საოცარი ადამიანების შეკრებაო თავის ტურებშიო და ნამდვილად აი ესე თამამად ვიტყვი რომ ჩვენ ჯგუფური ტურები რომლებიც ერთ-ერთი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ჩვენი კომპანიის ძალიან ბევრი ბენეფიტები გვაქვს გარდა იმისა რომ საოცრად გვაქვს დაგეგმილი ტურები, მართლა ისეთი ადამიანები იკვეთებიან და დღეს ეს კომუნიკაცია არის ყველაზე დიდი ფუფუნება მე მგონი რაღაცა მშვიდ და ნორმალურ გარემოში. და კიდევ და ნელ-ნელა გეგმებისკენაც წავიდეთ დრო ცოტა გვაქვს და რა სიახლეებს უნდა ელოდონ მოგზაურები თქვენი კომპანიისგან უკვე 12 წლიანი პერიოდის შემდეგ ასე ვთქვათ. აი გავაგრძელებ ისევ ამ ჯგუფური ტურების კუთხით, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოგვივიდა ეს დიდი ხანია დავიწყეთ, მაგრამ ეხა უფრო გავაქტიურდით და ეხა ჩვენთვისაც ახალ ბაზრებზე გავდივართ. მაგალითად პირველი ტური მქონდა ეთიოპიაში, შარშან, მერე ასეთ საინტერესო ტური მქონდა ბრაზილიაში, ევროპის ქვეყნებს აღარ ვამბობ რომ ძალიან ან ნახეთ ჩვენი ევროპა გვაქვს თქო მაგასაც კი ვიცახი ან ჩვენ არ დავდივართ სტანდარტულ ქალაქებში დავდივართ პატარ-პატარა ისეთ კუთხე კუნჭულში სადაც მგზავრი თვითონ ვერ ივლის ან თუ წავა გაცილებით ძვირი დაუჯდება ვიდრე ჩვენ თავაზობთ და აი ხა ლონდონის ვახსენეთ და ორშაბათს მივფრინავთ ლონდონში ჯგუფთან ერთად და ძალიან საინტერესო ტური გამოგვივიდა საელჩოს ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით იქვესრებით ლონდონის ტექვიქს გამოფენას ძალიან დიდი ტექნოლოგიური გამოფენა არის ლონდონში და ივლისში მივდივართ სამხრეთ კორეაში იქაც გამოფენას ვესწრებით იმპორტის გამოფენას იქაც ჩვენი საელჩო არის ძალიან ჩართული ძალიან გვერდში დაგვიდგა და არც მადლობას მოვუხდი ჩვენი საელჩოების წარმომადგენლებს ვინც ესე თუნდაც ეთიოპიაში და ბრაზილიაში გადაყვნენ და აი ამ ადამიანების აი წარმოგიდგენთ ხა რამხელა ძალისხმევარი ჩვენი მხრიდან ჩადებული რომ აი ამ დონის ტურები მოვაწყოთ ძალიან დიდი მადლობა იმედი მაქვს ესე გავაგრძელებთ წარმატება ბევრი საინტერესო ბაზრის ათვისება თქვენ და ქართულ მოგზაურებს გქონდეთ იმის შესაძლებლობა რომ იმოგზაურონ ეს ფინანსური თუ არ მხოლოდ ფინანსურ შესაძლებლობებს გულისხმობ წარმატება კიდევ ერთხელ GoTour-ს ნინო ციკლაური GoTour-ის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად